დღევანდელ რუბრიკაში მაია ბარათაშვილს ვუმასპინძლებ, რომელიც არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი და ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი აქვს მოსაყოლი. ქალბატონო მაია, გამარჯობა. სალამი, მოგესალმებით. მიხარია, რომ ჩემი რუბრიკის სტუმარი ხარ. დიდი მადლობა მოწვევისთვის. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ დაუვიწყარი მოგზაურობა, რომელიც სულ გაახსოვთ. შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი მიმოგზაურია. თითოეულ ქვეყანას ახლა გავიხსენებ რომაულ არდადეგებს, თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი შარმი, რა თქმა უნდა და ესეც არის. მაგრამ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც მე გამოვარჩევდი და სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ბრაზილია ძალიან საინტერესოა. ბრაზილია არის ძალიან მრავალფეროვანი ქვეყანა. მე ვიყავი საქართველოს საელჩოს საქართველოს ელჩის ზურაბ ჭედლიშვილის მოწვევით, მე და ქართველი ჯაზის პიანისტი გიორგი რაქიაშვილი, ჩვენ მქონდა კონცერტი. ბრაზილიაში მქონდა კონცერტი, მქონდა დედაქალაქში, იმიტომ რომ როგორც წესი, როდესაც ბრაზილიას ვახსენებთ, პირველ რიგში რიო დე ჟანეირო მოდის, ხო, ჩვენ ცნობიერებაში ამოტივტივდება. ჩვენ ვიყავით დედაქალაქში, რომელსაც ქვია ბრაზილია. და ძალიან ადმინისტრაციული ქალაქია, მაგრამ დიდი ღირსშესანიშნაობებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ოსკარ ნიმეიერის დიდი ლეგენდარული ბრაზილიელი არქიტექტორის არქიტექტურა, რომელიც იმდენად ფუტურისტულია და იმდენად საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ როდის ამ ადამიანმა მომავალში გაიხედა და ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მარსზე ვიმყოფები. მეორე ძალიან საინტერესო ჩემთვის უსაყვარლესი ადგილი არის მალტა, სადაც ვიყავი სამჯერ. იქ არის ქართული კულტურის ცენტრი და ძალიან მადლობელი ვარ მე ქართული კულტურის ცენტრის, რომელმაც დაგეგმა ჩემი ვიზიტი და არა მარტო ჩემი. თბილისის ბიგბენდის სოლისტი გახლავართ, ნახეთ რა კარგი სტუმარი შემოგვემატა, ნახე რა არაჩვეულებრივი ცუგა. ხო, ესე იგი როგორი რაღაცაა, იცით? აი ნახეთ გადაძახილია. ჯაზშიც ეგრე არის, call and response. დავიძახე და მივიღე პასუხი. იცით როგორი სითბო მეუფლება, როდესაც მალტაზე ვფიქრობ, განსაკუთრებით ძალიან მომწონს ვალეტა, დედაქალაქი. როდესაც შედიხარ ფაქტიურად ძველ ისტორიას ეხები და წმინდა იოანეს ტაძარი, რომელიც არის არქიტექტურული შედევრი და იქ ერთ-ერთ ფრთაში კიდია კარავაჯოს, დიდი კარავაჯოს რამდენიმე ნამუშევარი. მათ შორის არის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთა და როდესაც გადიხარ იმ ფრთაში, სადაც კარავაჯო კიდია, გაყინული დგები და ვერ წყდები აი ამ საოცარ ნამუშევრებს. მე ყველას ურჩევ აუცილებლად ბრაზილიაშიც და მალტაზეც მოგზაურობას. ასევე ადრე ვიყავი ლონდონში, მქონდა კონცერტი, შესანიშნავი შტაბ-ეჭდილებები. ძირითადად სულ გასტროლებით დადიოდით. რა თქმა უნდა, ძირითადად გასტროლებით, ძალიან მომწონს გერმანიაში ჩასვლაც, თურქეთის ამბული არაჩვეულებრივია, ისრაელი ხო არის და არის, ეს არის მაცხოვრის საფლავთან, აქ იცოცხლდება ადამიანის ყველაფერი და ფაქტიურად დაგაფიქრებს ძალიან ბევრ რამეზე, ცხოვრების ამაოებაზეც, იმაზეც თუ როგორ დადიოდა მაცხოვარი ამა თუ იმ ადგილას. ძალიან დიდი დატვირთვა ქონდა ისრაელში მოგზაურობას, იქაც ორჯერ ვიყავი. მონტე-კარლო მიყვარს ძალიან, მონაკო. თუ არის რომელიმე ქალაქი, სადაც როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძენით თავი და თუნდაც ცოტა ხნით სიამოვნებით იცხოვრებდით. ორი ასეთი ქალაქი. ერთი, როგორც გითხარით, ვალეტა, რომელშიც შეყვარებული ვარ და მეორე ბრიუგე, ბელგია. იქაც კონცერტი მქონდა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ოქროში ჩასმული მარგალიტი, ირგვლივ ბრილიანტებით. არაჩვეულებრივი ეს ულამაზესი ქუჩები, ძველი ქალაქი, სადაც არის. აი იქ დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი, ულამაზესი მდინარე, რომელსაც უამრავი ხალხი ეტანება ხოლმე, რომელიც აი ამ ორ მხარეს
კრებს აერთიანებს. ძალიან მიყვარს ფანტასტიურია მექსიკა, მეხიკო სიტი, რომელიც ასე ვთქვათ, მოვინახულე იქაც საელჩოს მიწვევით ვიყავი და იყო ძალიან საინტერესო მექსიკაში ვნახე დოლორეს ოლმედოს სხვა არქიტექტურულ ძეგლებთან ერთად ვნახე დოლორეს ოლმედოს სახლ-მუზეუმის, სადაც ფრიდა კალოს და დიეგო რივერას ნამუშევრები, საუკეთესო ნამუშევრებია შეკრებილი და როდესაც შედიხარ ბაღში, ხვდებიან ფარშევანგები. დოლორეს ოლმედო იყო ძალიან დიდარი ქალბატონი და მოკლედ საუკეთესო ნამუშევრებს მოკიდა ხელი და აი თავის სახლში საოცარი ავეჯი, რომელიც სპილოს ძვლისგან იყო დამზადებული. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ რომელიმე საკონცერტო დარბაზი, სადაც აი მთელი ცხოვრება გინდოდათ რომ გამოსულიყავით და ეს სურვილი აგიხდათ. იცით რა, მე გავიხსენებ ერთ დარბაზს, ეს არის რიგაში ვაგნერ ჰოლი. არის ფანტასტიკა, სადაც თვითონ ვაგნერი გამოდიოდა, არაჩვეულებრივი დარბაზი, ულამაზი, სადაც მე გამოვედი იქაურ მუსიკოსებთან ერთად, მაგრამ ჩემი ოცნება მაინც კარნეგი ჰოლში გამოსვლა, თუმცა ეს ძალიან დიდი ეს არის, რა ქვია, არ ჩამithვალოთ თავხედობაში, მაგრამ ეს არის ოცნება უბრალოდ და ძალიან გამეხარდება თუ კი მე ამ დარბაზში ოდესღაც დავდგავ ფეხს. რომელიმე ძალიან ცნობილ შემსრულებელთან ერთად თუ გამოსულ ხართ სცენაზე და განსაკუთრებით გახსოვთ ეს? ძალიან კარგად მახსოვს, ძალიან დიდი ხნის წინ ჩამოვიდა ჯორჯ დუკი. ამერიკული სცენის კაშკაშა ვარსკვლავი Stern Promotion-მა ჩამოიყვანა და კონცერტის ბოლოს მან ესეთი რამე თქვა, რომ მე ვიცი, რომ საქართველოში კარგად მღერიანო და ამოდითო ახლა სცენაზე, ვისაც გინდათო და ჩემ მეგობრების თხოვნით მეც ავედი და ჩვენ ფაქტიურად დავამთავრეთ ესეთი იმპროვიზაციული ხაზი გავაკეთეთ კვადრატი და რამდენიმე ბოლო სადღაც ესე 5-6 წუთი ერთად დავამთავრეთ, ასე ვთქვათ, კონცერტი. ეს იყო დაუვიწყარი შტაბ-ეჭდილება, შესანიშნავი იყო, ისე ძალიან ყოველთვის საინტერესოა სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობა და მე მქონდა საშუალება რომ მე მუშავა ძალიან ბევრ უცხოელ მუსიკოსთან. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთი ფოტო, რომელსაც გამორჩეული ისტორია აქვს და ძალიან გიყვართ. წარსულის იმდენად მრავალფეროვანია ჩემი ეს ფოტოგრაფიული ასპექტი, ჩემი მოგზაურობების, რომ ერთს ვერ გავიხსენებ. R&B-ს ლეგენდა, რეი ჩარლზის თანამედროვე რუდ ბრაუნი. მე როდესაც ვიყავი ნიუ-იორკში, ახლობლებმა წამიყვანეს ერთ ჯაზ კლუბში, სადაც 80 წლის უკვე ასაკში შესული რუდ ბრაუნი ლეგენდა მღეროდა და უკვე ხმაც კი აღარ ქონდა, მაგრამ ისეთი შოუ გამართა. თავისი ცხოვრების ამბავი მოყვა სიმღერი. ცრემლები გვადინა და აი ამ ქალბატონთან მაქვს ერთი ფოტო და აი ეს ფოტო ძალიან საინტერესო. არა მარტო ყველგან სადაც არ წავსულ ვარ, თითოეული ეს სურათი არის თემთვის ძალიან ძვირფასი. ისე პატრიარქთან ხომ არ გქონიათ შესაძლებლობა? სურათი არა, მაგრამ პატრიარქთან მქონია, მინდა გითხრათ, ჩემო კარგო, ეს ძალიან საინტერესო კითხვა. მე შესაძლებლობა რომ შეხვედროდით. მე მქონდა ბედნიერება და პატივი შევხვედროდი პატრიარქს ერთხელ. ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდი დადგა, როდესაც ყველა წარმატებული ადამიანის ყველა მაჩვენებელი ნოლზე დავიდა, ესეთებიც ხდება ადამიანის ცხოვრებაში და ეს არის ჭკუის სასწავლებელი პერიოდი იყო, რამდენადაც ახლა ვხვდები და ჩემმა მეგობარმა დამინიშნა შეხვედრა, მაგრამ იცით როგორ არის, ზუსტად იმ დროს შედგა შეხვედრა, როდესაც მე ეს მჭირდებოდა. რაღაცა ჯანმრთელობის მომენტებიც იყო და მაინტერესებდა საერთოდ რამდენად სწორად ავირჩიე ჩემი გზა. და რომ მივედი პატრიარქთან დამხვდა გონება გახსნილი, შორს მჭვრეტელი. ზოგადად ჭვრეტელი ადამიანი, რომელიც დაშვებულის მიღმა ხედავს. ანუ ჩვენ ჩვეულებრივ ადამიანებს ამის დანახვის უნარი არ აგვაქვს, იმას კიდევ სხვა არხები ქონდა გახსნილი, იმიტომ რომ 24 საათი ლოცვაში ატარებდა და დავსხედით, დავიწყეთ საუბარი და არ მაცალა წოწონი. დაუკარიო მითხრა. რამდენიც დავიწყე მოთქმაება, მინდა გითხრათ და შეკითხვები იმდენი მიმიყვანა ფორტეპიანოსთან და მე მითხრა რომ თქვენ უნდა იმღეროთ და გაახაროთ ხალხიო და ეს იყო ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი. კიდე სხვა კითხვებზე პასუხიც მივიღე, იმიტომ რომ ძალიან გონივრული ანალიზის უნარი ქონდა
არა მარტო იმიტომ, რომ ის 24 საათიან პრაქტიკულ ქრისტიანობას, ასე ვთქვათ, იყო მინდობილი და დაუფლებული, არამედ ზოგადად ძალიან გონება გახსნილი ადამიანი იყო. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ მას რამდენი რამ ქონდა მოსმენილი და ნანახი და დიდი ანალიტიკოსი, ანალიტიკური ტვინის პატრონი იყო. ამიტომ ძალიან სწორი რჩევები მითხრა, ბოლოს დისკიც ვაჩუქე, 50 წუთი ვისაუბრეთ, არავინ არ შეგვიშალა ხელი, წამოვედი და კიდე მოდიო, მითხრა და ძალიან წყდება გული, რომ მომერიდა მისი შეწუხება, ხა ესე ყოველ წუთას, მაგრამ დიდი შეცდომა იყო ჩემგან, რომ მე არ მივედი კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ეს იყო იქნებოდა დიდი შესაძლებლობა და მე მინდა კიდევ ერთი რამე ვთქვა, ის რაც პატრიარქმა გააკეთა ჩვენ ქვეყანაში უღმერთოების პერიოდში, შეგვინარჩუნა ცოცხალი რწმენა, დღემდე მოიყვანა გადოხიდი ქრისტესა და საერო საზოგადოებას შორის. ჩვენი პატრიარქი ნამდვილად იმსახურებს იმ ყურადღებას, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოავლინა. ეხლა ძალიან დიდი მეოხი ყავს ზეცაში. და ბოლო კითხვა მაქვს ასეთი, თუ მოგზაურობას სიმღერად გადააქცევდით, როგორი ჟღერადობა ექნებოდა? ძალიან ენერგიული, სვინგური. აი მე ერთი თემა მახსენდება, ახლა გორდონ გუდვინის ორკესტრი არის ამერიკაში, ხელსამწყობად გარდაიცვალა გორდონ გუდვინი და მას აქვს ესეთი კომპოზიცია High Maintenance. აი ზუსტად ეს კომპოზიცია უხდება ჩემ წარმოდგენაში მოგზაურობას. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. მე კიდევ მრავალ მოგზაურობას გისურვებთ და კარნეგი ჰოლში საკონცერტო ნომრით გამოსვლას აუცილებლად. ერთი წყალობით, ამინ.